გოგონებში მაგალითად, როგორც კი მკერდი და სარძევო ჯირკვლები, ასე ვთქვათ, მისი ერთ-ერთი განვითარების ბოლო საფეხურზე მივლენ, ანუ მესამე, მეოთხე, მეხუთე დონის განვითარების შესაბამისად, მაგრამ უკვე სადღაც წელიწადნახევარში, 2 წელიწადში, ანუ მესამე საფეხურის განვითარების დონიდან ძუძუს გულისხმობ, უნდა დაიწყოს menstruალური ციკლის საშუალო სტატისტიკურად. ანუ საშუალო სტატისტიკურად სადღაც გააჩნია ხოლმე ეთნიკურ წარმომავლობას 15 წლამდე სხვა მეორეულ სქესობრივ ნიშნებთან ერთად menstruალური ციკლი უნდა იყოს დაწყებული. საინამ გეტყვით, რამდენი ხანი გრძელდება ნორმალური menstruალური ციკლი, გადმოწერთ აპლიკაციები, იმიტომ რომ ჩვენთან რომ მოდიხართ, ექიმებისთვის მნიშვნელოვანია ნახონ ხოლმე და ვნახოთ ხოლმე მინიმუმ ბოლო 6 თვის მონაცემები, თუ რომელ დღეებში გქონდათ menstruალური ციკლი, რამდენ ხანს გაგრძელდა და ასე შემდეგ. ანუ ყველაზე ხშირი ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომა ასევე არის, თუ რომელი დღე არის პირველი menstruალური ციკლის. ანუ პირველი დღე არ არის, როცა დაგიმთავრდათ menstruალური ციკლი, პირველი დღე არის, როცა დაგეწყოთ menstruალური ციკლი, ან როდესაც დაიწყება ანუ სისხლის და ქსოვილების გარეთ გამოსვლა, წითელი ფერის არის ხოლმე. ეს არის ხოლმე პირველი დღე, ანუ აპლიკაციაში, კალენდარშიც უნდა მივუთითოთ პირველ დღედ და ექიპსაც უნდა უთხრათ, რომ პირველი დღე არის menstruალური სისხლის წამოსვლის დაწყების დღე. ხოლო ბოლო დღე menstruალური ციკლის, ანუ მთლიანი ციკლის, რომელიც საშუალოდ და ყველაზე გავრცელებულია ხოლმე 28 დღე გრძელდება, არის ხოლმე პირველი დღიდან, როგორც გითხარით, უნდა გადავთვალოთ შემდეგი menstruალური ციკლის პირველ დღემდე. ანუ სან დამეწყო menstruალური ციკლი, დაფაზე გამოჩნდება დამემთავრდა menstruალური ციკლი, ანუ თუ ეს ციკლი გრძელდება 28 დღე, რომელიც მოიცავს ასევე menstruალური დღეების, ანუ სისხლდენის დღეებს, ჯამში არის 28 დღე.